რა იყო და რა არის დღეს. აი ამის საპრეზენტაციოდ მოვიტანე ეს სურათები. ავიც იმედი მაქვს რომ ჩანს ეს ყველაფერი. აი მაგალითად ეს არის ზუგდიდი, სოფელი ინგირი. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ეს არ არის იდეალური პირობები, ამ თავის მოწონებას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ რა იყო, აი მე რომ მინისტრად დავინიშნე და ჩავედი და ეს ინგირში მდგომარეობა ვნახე, ეს იყო მართლა გაუსაძლისი პირობები. არც ერთი ეს ადგილი, ამ ადგილის შესახებ ცნობილი ნამდვილად არ იყო და დღეს ეს ადგილები უკვე გამოიყურება შემდეგნაირად, როგორც აი ხედავთ სურათზე, გარემონტებული, ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული მეტალპლასმასის კარფანჯრები. ხშირად ისმის ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან ხარისხზე საუბარი, ხარისხს რაც შეეხება და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, ამას ჩვენი დონორი ორგანიზაციები და მათ მიერ დაწესებული მონიტორინგის ჯგუფები ამოწმებდნენ. რა თქმა უნდა, მიდიოდა სახელმწიფოს მხრიდანაც კონტროლი თანხების ხარჯვაზე, მთავარი მაინც ის არის, რომ მთელ ამ პროცესს მონიტორინგს უწევდნენ თავად დონორები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მარტო ჩვენს კონტროლზე რო არ ყოფილიყო საქმე. იგივე მაგალითად სოფელი ნარაზენი და ესეთი ბევრი ობიექტი შემიძლია ჩამოთვალო, რომელშიც ბევრი თქვენთაგანი ამყოფია, იმიტომ რომ იმ რაიონებს წარმოადგენენ მაჟორიტარი დეპუტატები, ბევრ საქმესაც ხედავ დარბაზში და დღეს უკვე საერთოდ სხვა სურათია. ეს წარმოუდგენელი იყო 353 ობიექტის გარემონტება წარმოიდგინეთ თქვენ 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში. თან იმ პირობებშიც იქ თან ხალხი ცხოვრობდა. ხდებოდა ამ ადამიანების დროებით გადაჯგუფება შენობის ერთ ნაწილში, მერე გარემონტება, მერე გადმოჯგუფება, ეს იყო მართლა რთული პროცესი, არ იყო ადვილი საქმე და შემთხვევითი არ არის, როცა ვამბობ ხოლმე, რომ ეს იყო წარმოუდგენელი. მართლა ეხა ობიექტის გარემონტება, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ეს ხალხი ხომ და გამოიყვანო იქიდან და ისე გაარემონტო. წარმოიდგინეთ ეს რამხელა პროცესებს და პროცედურებს გულისხმობს, მაგრამ გუბერნატორების მეშვეობით, ასევე ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით ამ ყველაფერს თავი დაედგა რო იტყვიან და დღეს შედეგად გვაქვს, როგორც წეგან გითხარით, 620 დაკანონებული ობიექტი და მათ შორის ნახევარზე მეტი ჯეჯერობით 353 ობიექტი არის გარემონტებული. დანარჩენი რაოდენობა არის უკვე წლევანდელი და მომავალი წლის გეგმები. აი მაგალითად სოფელი ჭკადუაში, აი ასე გამოიყურებოდა ეს ობიექტი. თუ ჩანს, კარგად? და დღესდღეობით როგორ გამოიყურება. მაგალითად ფოთში ყოფილი სასწავლო ცენტრი. აი ეს არის უწინდელი მდგომარეობა და ქვედა სურათზე არის დღევანდელი მდგომარეობა. იგივე მაგალითად გარდაბანში. აი ასე გამოიყურებოდა ეს ობიექტი, მართლა გაუსაძლეს პირობებში ცხოვრობდნენ ეს ადამიანები. მთავარი არის ის, რომ ეს იყო ჩვენი მემკვიდრეობა. დევნილების აი ეს პრობლემები იყო ჩვენი მემკვიდრეობა. წინა ხელისუფლებას ცოტ-ცოტა მაინც რო ეკეთებინა, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ამ 17 წელს უფრო წინ იქნებოდნენ, მთელი ამ 17 წლის მანძილზე მეტი შედეგი იქნებოდა მათთვის, თითოეული მათგანისთვის. იმიტომ რომ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ცაში გამოკიდებული ფსიქოლოგიით, არც მეტი, არც ნაკლები და არავისგან ყურადღებას არ გრძნობდნენ და იყვნენ საერთოდ მიტოვებულები მთელი 17 წლის მანძილზე. დღესდღეობით, რა თქმა უნდა, კიდე ბევრია გასაკეთებელი, კიდე ბევრი ოჯახი ელოდება იმას, რომ ჩვენ მივალთ მათთან და დავეხმარებით და ეს აუცილებლად ასეც იქნება. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ეს ერთ დღეში არ გამოდის და ერთ დღეში არ კეთდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას ჭირდება თავაუწეველი შრომა და ამისთვის ვართ ზუსტად. აი მაგალითად სენაკი, ქალაქი სენაკი, სასტუმრო ეგრისი. ასევე ქალაქ სენაკში, აი რამ მდგომარეობაში იყო კარკასი, სადაც ზედა სართულებზე რა თქმა უნდა არავინ ცხოვრობდა, ეს შენობა იყო მიტოვებული და თავს აფარებდნენ აი ძალიან დიდ გაჭირვების დროს და დღესდღეობით ეს შენობა აი ჩვენი დონორების დახმარებით აი ასე გამოიყურება. ეს პრობლემები იყო ფაქტიურად ხელმოუკიდებელი პრობლემები, აი კიდე მაგალითად სოფელ ჯვარში. ეს იყო კარკასი და დღესდღეობით აი ასე გამოიყურება და მთლიანად განაწილებულია დევნილებზე. უსახლკარო დევნილებს დაურიგეთ აი ეს ბინები. პირადი განცხადების საფუძველზე. მე არ ვამბობ, რომ იქ ცხოვრება ადვილია. ხშირად მესმის კრიტიკა, რომ ზოგადად იქ როგორ უნდა იცხოვრონ, რა თქმა უნდა, აწი კიდე ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ საუბრობ იმას, რომ რა იყო და დღეს რა არის.
და უსახკაროდ ნათესავებს შეკედლებული დევნილები პირადი განცხადების საფუძველზე მოდიოდნენ და მე ნამდვილად ბედნიერი ვარ როგორც მინისტრი რომ შევძელი ამ ობიექტში მაგალითად ადამიანების დაკმაყოფილება რომელთაც ილუზიაც კი არ ქონდათ იმის რომ ოდესმე ბინას ეღირსებოდნენ მაგალითად ქალაქი რუსთავი ყოფილი რაღაც სამედიცინო დაწესებულება ამ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ დევნილები ეს არ გეგონოთ რომ იყო ცარიელი შენობები იქ დაწესებულება რა არის სამედიცინო დაწესებულება ზუსტი მიმართულება არ მახსოვს სამწუხაროდ რეაბილიტაციის შედეგად 36 ოჯახი დაკმაყოფილდა აქ რაც თავარია ამ პრეზენტაციას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივცემ რომ შეამოწმონ და დაათვალიერონ რეალურად რა მდგომარეობა აქ და შეადარონ რა იყო და რა დაგხვდა მაგალითად ასევე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება რუსთავში 121 ოჯახია აქ დაკმაყოფილებული რა მდგომარეობა იყო ზედა სართულებზე ხედავთ და დღესდღეობით რა მდგომარეობა იმედი მაქვს რომ ჩანს ქალაქი ფოთი მაგალითად ნომერი 22 საბავშვო ბაღი თითოეული ეს ობიექტი თქვენ ნანახი გაქვთ დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის ობიექტები ყოველ შემთხვევაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და როცა მაგალითად გვიწევდა სიარული და შეხვედრები მათ შორის ჩვენ როცა წინასაარჩევნო კამპანია გქონდა იქ ვამბობდით რომ აუცილებლად გარემონტდება აუცილებლად გაუმჯობესდება პირობები დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანს ეს არ ჯეროდა იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო იმიტომ კი არა რომ ჩვენი არ ჯეროდა შეუძლებლად მიაჩნდა მაგრამ ფაქტია რომ დღეს აი ამ ოჯახებში ხალხი ცხოვრობს ბევრად უკეთეს პირობებში თუმცა შეიძლება არა იდეალურში და ახლა არ მინდა აქ იდეალური სურათი დავხატო მაგრამ შედარება თავისით ამბობს ყველაფერს რა იყო რა დაგხვდა და დღესდღეობით რა არის გაკეთებული ამ გზით 22000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია 22000-მდე ოჯახი არის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი ეხლა მთავარია რომ მაქსიმალური რაოდენობა მათი დავასაქმოთ სამუშაო ადგილებში პოვნაში დავეხმაროთ ამისთვის ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ სხვადასხვა ტიპის პროექტებს, პროგრამებს, რომელიც უკავშირდება კვალიფიკაციის ამაღლებას, უკავშირდება ასევე მცირე ბიზნესის დაწყებას, სოფლის მეურნეობის კუთხით აქვთ გრანტები, გრანტების მოპოვებაშიც ვეხმარებით დევნილ ოჯახებს, რომ მოიპოვონ ეს გრანტები, მასაც რაც პროცედურები ჭირდება და ამ ყველაფერში ვართ ჩართული. ეს ყველაფერი არ მინდა გამომრჩეს არის ჩვენი დონორი ორგანიზაციების და სახელმწიფოს ერთობლივი ასე ვთქვათ მუშაობის შედეგი ჩვენი კონტრიბუცია იყო კომუნიკაციების მოყვანა ინდივიდუალური გამრიცხველიანება და სხვადასხვა მიმართულება ძირითადი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და რაც მთავარია ფინანსების ხარჯვაზე თვითონ დონორი ორგანიზაციები ახორციელებდნენ მონიტორინგს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ შეიძლება გაისმას ბრალდება და ხშირად გამიგია რომ სად წაიღეს ეს თანხები და შემდეგ სად წაიღეს და რაში დაიხარჯა და აი რაში დაიხარჯა დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში და სარეაბილიტაციო სამუშაოებში